მოკლედ გუშინ საქართველოს ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა ნატოს სამხედრო კოლონა. რითიც ჩვენი შიგევროპელები და მედასავლელები დახვდნენ უკრაინის, ამერიკის, ევროკავშირის დროშებით გზაზე და მე რეაქცია გაიმართა და ისეთი რეჩებით გამოვიდნენ იქ, რომ აი ნატოს ჯარების აქ სამხედრო სტრატეგიულ წვრთნებში მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ ნატო საქართველოს გამო იომებს. რამოდენიმე დღე დარჩენია რუსეთის ჩამოშლას, მე საქართველოს ეს კოორდინირებული ნატოსა და საქართველოს ჯარების შევნენ აფხაზეთში, სამაჩაბლოში, მე სოჭას უბრალოდ რაღაც სისულელებზე ლაპარაკობდნენ. ეხლა მე მინდა რეაქცია განახო და კლინიკური დიაგნოზი მინდა დავსვათ. ეს ხალხი საცხოვრობენ საერთოდ რა. ჯერ განახებთ კადრებს, აი ავტოკოლონა რომ მოდიოდა, იმის რა ქვია, სამხედრო კოლონა რო გადაადგილდებოდა. ეს კოორდინირებული კავკასიის წვრთნები, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ანუ ყოველწლიურად, ბოლო 20 წლის განმავლობაში. უყუროთ რა. ხო, სანამ გადავალთ ახლა ვიდეოზე, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გამოვყეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და გავზიაროთ ვიდეო მეგობრებს. გადავედით. პირველმა კოლონამ ჩაიარა. ეხლა ველოდებით შემდეგ სამხედრო კოლონებს. გაწყალებით. დელეგაცია აღჭურვილია. აი უკრაინის დროშა რა შუაშია ერთი გამაგებინეთ. არც უკრაინა, არც საქართველოს ნატოს წევრი ქვეყანა არ არის. რა შუაშია საერთოდ უკრაინა? ყველა საჭირო ინვენტარით ხალხი ნელ-ნელა გვემატება. ბიჭო, არა, ხალხი რომ ნელ-ნელა გემატება და რას ნიშნავს, რომ მეხუთე პუნქტი ნატოს ამოქმედება და კოლექტიური თავდაცვის უსაფრთხოებაში რუსეთმა რომ დაგმომოს, ნატო ჩვენ გამოიომებს? ამ ხელა უკრაინის გამო არავინ არ ომობს. ამ ხელა უკრაინის გამო მართლა არავინ არ ომობს, რომელ ზღაპრებში საცხოვრობთ ხალხო. აი ამ სისულელებით როდემდე უნდა იკვებოთ თავი, მართლა საკუთარ თავის მაინც არ გიტყდებათ, ჰა? მეც მინდა ნატო მიცავდეს და ამერიკა, მაგრამ ორივეს ფეხებზე ვკიდი ვარ. ვის ტრაქში ვის შეუცო რომ ნატოს ყოველწლიურ სამხედრო კოლონებს? უტეხის სული საქართველოში. აი რა მეტი ნატოს აქვს, ბიჭო, აი ესეთი ურაპატრიოტული ბოდობების შედეგია ქვეყანა ესეთ მდგომარეობაში როა რა. აი ესეთი ბოდობების შედეგია და ესეთი ურაპატრიოტებისა და ესეთი აი აბსოლუტურად გონება ჩლუნგი ადამიანების ხელში არის საქართველოს აი ესეთი სოციალური მედია რა. აბოლებენ ამ ხალხს რაღაცეებით, აი ნატოს კოლონა მოდის, ეს იმაზე ნიშნავს, რომ ჩვენ შევდივართ, ვიბრუნებთ. ეხლა მოგასწრინებთ რა აქციაზე რა იბურტყურმა ერთმა სულელმა და ტვინ გამორიცხებმა უბრალოდ. აქცია გრძელდება. აქცია. ვის გაუგია ჯერ სამხედრო კოლონა მოდის და აქცია იმართება. გოცით ქვეყანაში მიმდინარეობს უსმენეთ ახლა ამ სულელს. ინტენსიური agile spirit-ი, ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დონის რეგიონული სწავლება, რეგიონული მასშტაბის სწავლება. ამასთან დაკავშირებით რუსული რეჟიმი ინფორმაციას ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად გაავრცელოს. არ და თავდაცვის იმაზე გავთავსებული იყო ეს თელმა საქართველოს მისცოდა ნატოს წვრთნები ყოველწლიურად არის. ანუ ყველაზე მინიმალურად გაავრცელეს ინფორმაცია უბრალოდ თავდაცვის საიტზე და ტელევიზიებს, პროპაგანდისტულ მედიებს საერთოდ სიტყვა არ დაუძრიათ ამ ამბავზე და საზოგადოება ფაქტიურად არ არის ინფორმირებული. ფართო საზოგადოება არ არის ინფორმირებული რამდენად მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება ქვეყანაში. ეს სწავლება დაიწყო თურქეთში და ხვალ შემოდის, ანუ ძირითადი ფაზა გადმოდის საქართველოში. ეხლა უსმინეთ ბურტყულს. ხასიათის ძალიან საინტერესო სწავლებაა. ძალიან საინტერესო სწავლება, აი, ძალიან საინტერესო. ის გამოირჩევა, ასე ვთქვათ, იმ ფოკუსით, რომ ორიენტირებული არის მტრის ძალის, ასე ვთქვათ, დაჩაგვრაზე აი, თქვენ ხვდებით რამდენად სულელია? არა, კითხოსო, თქვენ წარმოგიდე რა დონის სულელია? აი, რა დონის უბრალოდ? ანუ ყოველწლიური საპარტნიორო სამხედრო წვრთნები, რომელიც იმართება ყველა კატეგორია, ყველაზე აი ეთიოპიაშიც მე მგონი, ეს კოორდინებულად მიმართული არის თურმე რუსეთის წინააღმდეგ? ანუ სერიოზულად ამ დებილობებს როგორ იჯერებთ ხალხო? აი ეს არის სულელი, ჩვეულებრივი დებილია ეს. გურებაზე, ძლიერ რეაგირებაზე და ფაქტიურად დესანტი გადმოისხა ამ სწავლების ფარგლებში თურქეთში. აი მე ღმერთო შენი დიდება დაილოცოს, დესანტი თურქეთში გადმოსხლა რა ნატოსი? აი მე. და იტესტება მთლიანად კავკასიის რეგიონი, როგორ მოხდება მტრული ძალების ასე ვთქვათ შემოტევისგან კავკასიის დაცვა და ასე შემდეგ ნატოს ძალების მიერ. ხო გაიგეთ რა თქვა? არა, ხო გაიგეთ რა თქვა? ქართული ხო ყველას ესმის. ანუ რა გეგმა პროგრამა რას ითვალისწინებს, ვიცი? რუსეთი რო თავს დაგესხათო, ნატოს ჯარები როგორ დაგიცავენო.
აი ეს ხო არის სულელი, აი ჩვეულებრივი სულელი ადამიანი ხო არ გეკითხებით. ამხელა უკრაინის კაციშვილი ნატოს ჯარი, ასეთი ჯარისკაცი იქ არ არის. არაფერს არ აკეთებს და ანუ სერიოზულად მართლა ვინმეს გონია რომ საქართველოს ნატო დაიცავს ხალხო? აი ესეთი კრეხელური, ესეთი დემაგოგიური და ესეთი მატყუარა ცრუ პროპაგანდისტული ინფორმაცია რო ვრცელდება, უმალვე უნდა მოხდეს აყვეთის გონიზება ესეთი ადამიანის მიმართ. აი ამ ტყუილებს რო ავრცელებს. ან წარმოდგენა არ აქვს რა არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ან წარმოდგენა არ აქვს რა არის მაგალითად ნატოს გენერალური წესდება, ან წარმოდგენა არ აქვს რა არის მეხუთე პუნქტი, წარმოდგენა აზრზე არ არის ტიპი. ან ჩვეულებრივი იმბეცილია. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი სწავლებაა. ნატო საქართველოში არსებობს, ნატო საქართველოშია, ძალიან არ უნდა და რუსულ ოცნებას ამ სწავლების ჩატარება, მაგრამ მათ მოუწიათ. იმიტომ რომ ეგრე არ არის, მათ ძალიან კარგად იციან რომ აი ეს არის მეგობრებო NGO-ები და სამოქალაქო საზოგადოება და ისინი. აი ეს არის, მე კიდევ კაი არ იცი, ახალი ამბები გითხრათ, მე დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია. მალე დავიწყებ საქმიანობას და აი ესეთ ადამიანებს და ესეთ მატყუარ აფერისტებს ბაირამ დუდუქში ვაპირებ პირდაპირ შეუდო. აი ბაირამ დუდუქში. ეხა ბევრ დეტალს არ გავახმაურებ პროგრამისა და პროექტის გაწერა მიდის და ამ გეგმაზე ვმუშაობთ, მაგრამ მოვა ეგ დრო ყველაფერს გაიგებთ. აი ესეთი მატყუარა, აი ესეთი დემაგოგი, ესეთი ანტისახელმწიფოებრივი განწყობების მქონე ადამიანები, რომლებიც ხალხს მასიურ პროპაგანდაშია ცხოვრებენ, რაღაც წარმოუსახვით ილუზიებში, ჩვენ ვაპირებთ ამ ყველაფერს როგორც מחვილი ისე მოვეგოთ და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ავკაფოთ. აი ეს არის ჩვენი მისია, დანარჩენ დეტალს ამ ეტაპზე მე ვერ გავახმაურებ კონფიდენციალურობიდან გამომდინარე. იალა. რუსები შავდღეში არიან, რუსეთი ნელ-ნელა ემხობა, მათი ეკონომიკა სულ უფრო და უფრო უბადრუკდება, მათ ძალები სულ უფრო და უფრო ეცლებათ, არც ტრამპმა უშველათ, არავინ არ უშველა. ამერიკელები, ევროპელები ეხლა ძლიერდებიან და ეს სწავლება თავისი სულისკვეთებით არის ამის მკაფიო, ძალიან მკაფიო გამოხატულება. ეხლა რა თქმა უნდა, ამათმა ეს სწავლება გახსნეს საკმაოდ ჩაკეტილ რეჟიმში, არ მივიდა იქ არც თავდაცვის მინისტრი და არც გენერალური არც უნდა მისულიყო არც ერთი. ჩვენ კოალიციური კოლექტიური დასავლეთი, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტით გვევაჭრება, არც ერთი ოფიციალური თანამდებობის პირი იქ არ უნდა მისულიყო. კოლექტიური თავდაცვის უსაფრთხოება იქნება სოციალურ-ეკონომიკური კავშირი თუ რავი სარში იმის ტრაქში სარის გარჭობა მნიშვნელობა არ აქვს, არც ერთი სახელმწიფო პირი არ უნდა მივიდეს იქ, რომელი კოლექტიური ესე თქვათ ორგანიზაციაც ჩვენი სავაჭრო, მოდიში ჩვენი სუვერენიტეტით გვევაჭრება. არც ერთი არ უნდა მისულიყო და ყოჩაყრო არც ერთი მთავრობის წარმომადგენელი არ მივიდა. აბსოლუტურად მივესალმები მათ ასეთ დიპლომატიურ ნაბიჯს. აი ეს არის მეგობრებო ჩვეულებრივი ვირეშმაკობა, რასაც აკეთებენ ისინი. რაც აწყობთ, კარგია, რაც არ აწყობთ, ცუდიო. რაც არის სირცხვილი უბრალოდ, იქ მონაწილეობს ასე ვთქვათ უკრაინელი ნახირი შეხედე. ჯარისკაცებიც მონაწილეობენ, მოლდოველი ჯარისკაცებიც მონაწილეობენ. ხო და ვინ ომობს უკრაინაში? აი გეკითხებია, ვინ ომობს? ვინ ომობს უკრაინაში გეკითხები? ვინ ომობს? ხო ამობ უკრაინელი, მოლდოველი, ისა, ჭპ, ეთიოპია, ვინ ომობს უკრაინაში ხალხი როდესაც ყდება? არ ვინ ომობს იმ საწყალი უკრაინელი ხალხის გვერდზე? ვინ? ნატო, ევროკავშირი, გაერო, ვინ ომობს? არავინ საერთოდ. დაქირავებული ლეგიონერები. და საკუთარი სურვილი ჩასული ისენი, რა ქვია, ხალხი მარჩერი საქართველოსდან. ვინ ყავთ მაგათ პატრონი? თუ დედაფეთქებული ზელენსკია მაგათი პატრონი, რომელმაც 6000-ზე მეტი უკრაინელის ცხედარზე უარი თქვა. და ამით ძალიან ბევრი თანხები დასოგა. თუ ვინ არის გეკითხებით, ეს არის ქვეყნის მმართველი ზელენსკი არის. ზელენსკი ბოლოს ჩამოახჩოვენ პირდაპირ კიევში. მე ამის გარანტიას უკვე დაიწყო გამოსვლები ზელენსკის საწინააღმდეგო უკრაინაში, რომ ბევრი უკრაინელი ყდება და ვერაფერს ვერ აკეთებენ ომში. უბრალოდ ხალხი ყდება იქ. ხო და რავი, რუსეთი გავა ხან კიევი დაბომაო, ხან ხარკოვიო, ხან ოდესაო და ქვეყანა იშლებოდა ის ომსაგებდეს, რავი, აღარაფრის აღარ შეეშინებოდა. სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი. ასამდე ამერიკელი ჯარისკაცია, ასევე სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. სომხეთი და იაპონია არის ვაიმე, სომხეთი და იაპონია თუ დამკვირვებლები არიან, რა, აი ხავი მიმართავ საქართველოს თავრობას, როგორ არ წახვედით და როგორ არ დადექით, ეხა სომხეთი და იაპონია ყოფილან დამკვირვებლები ამ წვრთნებზე, რა, ეს ასაცილოა. დამკვირვებლებად მოწვეული და ფაქტიურად, ანუ ეს არის ძალიან მაგარი. ეს არის გეი მილიტარიზმი, ხო იცით, ტერმინი, ხო იცით, გეი მილიტარიზმი.
აი ხო არიან Facebook-ებზე ეგეთი ვირთხები და ეგენი, აი 24 საათი სამხრეთ ინფორმაციას რო აშუქებენ მარტო ფრონტიდან. Რაღაცა გეი მილიტარიზმი არის, ეგ რო წარმოსახვით რაღაც რეალობაში ზელენსკი მოსკოვის მიდამოებთან დგას გამაგრებული, როგორც სტალინგრადთან იყო ჰიტლერი და აი ეგრე უკვე აი ეს არის გეი მილიტარიზმი რა, რასაც ეგენი აკეთებენ რა, რომ აი მაგალითად დასავლეთი ყველაფერზე იომებს საქართველოში, დესანტი თურქეთში გადასხეს, ეს ყველაფერი არის სიგნალი რომ რუსეთი ეცემა. აი თქვენ პატრონს უბედურს. განაწუნება რუსეთისთვის, ხო? რუსეთმა ასე მოიწყო ამავე პერიოდში ირანთან ერთად რაღაც მანევრები, მაგრამ რეალურად ეს ზღვაში წვეთია იმასთან დაკავშირებით, რასაც ახლა ნატო ახორციელებს ამ სწავლების მეშვეობით. არანაირი მანევრები ირანსა და რუსეთს არ წამოუწყიათ. ირანსა და რუსეთს ბოლო 6 თვის განმავლობაში მხოლოდ კონტაქტები და შეხვედრები ჰქონდათ ბირთვული შეიარაღების, იმასე რა ქვია, გზებზე და მათ შორის გამდიდრებული ურანის გადაცემაზე. ეს იყო და ეს ეგეც დიპლომატიურ ეტიკეტს არ გასცენია და ოფიციალური სამხედრო დისლოცირებები ტრანსფორმაციები არ დაწყებულა. ეს არის უბრალოდ ტყუილი, რასაც ის ამბობს. არანაირი კოორდინირებული საერთოდ წვრთნები და ეგეთი არ ყოფილა. ჩვენა შემოვა ფოთიდან წამოვა თბილისის მიმართულებით რამოდენიმე ეტაპად, ხო? და ეს ამათ შეხედა, იმ უბედურებს მინდა კიდე ამათაც შეხედოთ. მოდიან რა, ვინც ის როგორ ფეხებზე კი ამათ უყურებთ რა. უყურე. და ამათ ხა გონიათ რომ ესენი იომებენ საქართველოს გამო? არა უყურეთ, იკაიფეთ რა, აი ჩაუწევ ცოტა სამათ. ნახე. და ეს ეხა ეს მეტი დარდი არა აქვს ეხა. ამათ შეხედა, აი ამათ შეხედე ამათ. აი მე და ამათ ეხა მართლა ჯერათ რომ ხვალზე გრამე რო დაიწყოს, აი ეს ჯარები ვინების აქ დგანან, შეიცვნია კურსს და ეგრევე ოჩამშირეში და სამჩაბლოში გადავლენ. ვაი, ამათ პატრონს უბედურს ხალხო, აი დააკვირდით რა. LGBT დროშა გამორჩათ ერთი, ყველანაირ დროში LGBT დროშა აკლია გეი მილიტარიზმს ერთი მეტი არაფერი. აი დააკვირდ, შეხედეთ რა. ვაი მე ღმერთო შენი დიდება დაილოცოს, ამათი ოპტიმიზმი მომცა. აი ეს არის ხალხო, ეს არის მასობრივი ჰალუცინაციები რა, მოდი ხა უცებ გადავალ და ვიცი. აი ეს არის ხალხო მასობრივი ჰალუცინაციები რა. ანუ ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანებს აქვთ მასობრივი ესა დილუზია ძალიან დიდი შექმნილი, რაღაც ოპიუმის ქვეშ არიან და აი ჯერათ ეგეთი რამეების, რომ აი ხა ნატო აქ რახან ყოველწლიური სამხედრო წვრთნებს ატარებს, კოორდინირებულს, ეს იმას ნიშნავს, აი რა სისულელები ილაპარაკა, რომ რამე რომ მოხდეს, ან ნატო ჟარი გეუნებით ჩვენ გამოიომებს. ანუ აი ეს ხო არის ჯერჯერობით, აი ძალიან მარტივად რო თქვა, რა დონის ტოტალური უცოდინრობა და უვიცობა უბრალოდ რა. რომ წარმოდგენა არ გაქვს რა არის გაეროს, ვის არ გაია ნატოს წესდება, ნატოს მეხუთე პუნქტი, რომ შენ არაფერ შუაში არ ხარ ნატოსთან, გარდა იმისა, წვრთნებს ატარებს და უბრალოდ ტრენინგი ინჟინერები ჩამოყავთ ყოველწლიურად და რაღაცა სამადლოდ რაღაცეებს გიკეთებენ, ხო? არანაირი ვალდებულება ნატოს საქართველოსთან არ აქვს. არათუ საქართველოს უკრაინასთან არ აქვს და იმასთან არ აქვს, მოლდოვასთან არ. ანუ ეს აი ამ ზღაპრებით ხა ჩვენ როდემდე უნდა ვიცხოვროთ გეკითხებით. არა, როდემდე უნდა ვიცხოვროთ ჩვენ აი ამ ზღაპრებით, რომ ხალხი იყოს დაბოლებული იმაზე, რომ ვიღაცა შენთვის იომებს საქართველოში. არ ვიცი ხალხო, მე უკვე დასკვნა, მე ვეღარ ვაკეთებ ამ დასკვნას უკვე რა. ეს არის გამიზნული სპეციალურად და დაფინანსებული პროგრამები იმისათვის, რომ ხალხში პოლარიზაცია უფრო ესე ვთქვათ, გააღრმავონ და უფრო მეტი პროპაგანდისტული ინფორმაცია შემოიტანონ უარყოფითი, რა თქმა უნდა, რომელიც მოახდენს ჩვენი საზოგადოების დივერსიფიკაციას. აი დაწერეთ დაბლა კომენტარებში რა დიაგნოზს უსვავთ ესეთ ხალხს. აი რასთან გვაქვს საქმე, ვინ შეიძლება მოвихმოთ, ვისი სული შეიძლება გამოვიძახო, ფროიდი, კარლ იუნგი, აი რომელი ფსიქოლოგი დავსვა აქ და რომლის სული მოვიყვანო, რომ ჩვენ დიაგნოზი დავსვა და რასთან გვაქვს მეგობრებო საქმე რა. ეს არის საზიზღრობა უკვე რა, ეს გულისამრევია, ეს უკვე ტყუილიც აღარ არის, ეს არის გამიზნულად ადამიანები. მე დაწყებული ვარ ყველას იგვინც ლაპარაკობს, ყველას ესმის ამაზე, მაგრამ სპეციალურად აკეთებენ ამ ყველაფერს, გაიგე? რომ მე ბევრი ხალხი შეიყვანო შეცდომაში. და მე წააქეზო ნატის სახელმწიფოებრივ ქმედებებზე. რომ ვითო ვიღაცა პრორუსია, ვისაც ჩემ ფეხება დაინტერესებს რუსეთი, საერთოდ. მაგრამ მე ვიცი რეალობა რა არის და საღი აზრი მაქვს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ რუსეთთან ომში მე არავინ არ დამიხმარება. და საღი აზრი თუ არ ვიმოქმედე, ხვალზე გუტრები რო ვიქნებით მე, ეს ზღაპრები მე ვეღარ მიშველის. არ ვიცი, ძმაო, დაწერეთ დაბლა კომენტარებში თუ რას ფიქრობთ ეს ხალხი რა მიგაჩნიათ საერთოდ გამოსავალი რა არის, როგორ შეიძლება ჩვენ ამ საკითხის შესწავლა როგორ გეუბნებით ვისი სული დავაბრუნო კომენტარებში დაწერეთ. იუნგი გამოვიძახო თუ იმის არა ქვია, ფროიდი. არ ვიცი, დროებით.